მე დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი, აქ ჯავშნილი მანქანა მყავდა და ჩამოვედი, დაცვაც მყავდა, ჩემი პირადი დაცვაც მყავდა, მაგრამ საღამოს ეკონომიკის სამინისტრო იყო მაშინ აქეთ თბილისის მარიოტის მეორე მხარეზე მეყენა ღამე მანქანა და იქ რაღაცები გადამიჭერს მანქანაზე და მეზიანის იძულებული ყო მანქანა სერვისში გამეგზავნა და გადავჭექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. და ელიავის ბაზრობას გავწვდით თუ არა ბლოკირება გამიკეთეს ორმაშინდისფერო მანქანამ და უკიდან ავტობუსიდან გამოხდნენ სპეცნაზის ფორმაში 6-7 კაცი და ავტომატის ჯერი დაცალეს შოკირება მოახდინეს ტერიტორიის უკრიდან შუშა გვერდიდან შუშები ჩამემტრიეს დაცვა გადავიდა ხელი აწია მეც თვითონ იარაღი ქონდა მაგრამ ხელი არ მოვკიდე იარაღს იმიტომ ჩამცხილავდნენ გადმოვედი ხელი პრიალწია გამოვედი და მოთხარია მაშინ მასკები აკეთა ბიჭებს და ერთ-ერთი მომენტი ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებდა და ეგრევე კონტაქტი მომარტლა სახში და მსხრევის ის ვიგზენი სახის და დავარდი დილს მივხვდი რომ უკვე ბოლომდე მიიყვანეს საქმეს და ერთ-ერთი მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავეკეთე სახის და ბორთი გავხდი რომ ეს დარტყმები ამეცილებინა 4 ადამიანმა დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ჩექმები მარტო თავში მისწავდნენ